ანაკლიაში წელს ბელორუსელი და პოლონელი მოზარდები დაისვენებენ პატრიოტთა ახალი ბანაკი დღეს პრეზიდენტმა გახსნა. ბანაკი 300 ადამიანზეა გათვლილი, მისი მშენებლობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღესვე მიხეილ სააკაშვილმა ახალი ხიდის გახსნა, ხიდი განმუხურს და ანაკლიას ერთმანეთთან აკავშირებს. ეს ანაკლიის ახალი პატრიოტთა ბანაკია, ახალი შენობით და განახლებული ინფრასტრუქტურით. ომის დროს რუსი ოკუპანტების მიერ გადამწვარი ბანაკი დღეს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის კომპლექსი დაათვალიერა და პირობებს ადგილზე გაეცნო. ამ თვეში მართლა საოცრება მოახდინეთ. ეხლა ეს ჩვენ რო დავიწყეთ, მეც ვერ ამჯეროდა, როდის ვიყავით თებერვალში დავიწყეთ თუ მარჩ? თებერვლის ბოლოს, აპრილის დასაწყისში. მაგრამ არ უნდა თუ გეწყინოს ამის დამთავრება ეს ეხლა რო დასრულდება, იმიტომ რომ იმდენი სამშენებლო დაიწყება აქ რო სამსახური მუდმივად გექნება. Რამდენად იყო ანაკლია დასაქმებული? 200. ესე წარმოგიდგენთ, ჩვენ აქ უახლოესი 5, 6, 7, 10 წელი მშენებლობა. ეს ბულვარიც ახლა რომ დავთვალდება, აი ხა პალმეს რო უყურებთ, თითო იზრდება 2 მეტრი იზრდება წელიწადში. ესე იგი 60 წელიწადში აქ ტყე გვექნება და ბოლოს იღებს 20 მეტრიან ჩრდილს, ეს ჩამოვიტანეთ ემირატებიდან გვაჩუქეს. და თელი ანაკლისის წინა ფასადი აქ შიგნითაც ვისაც უნდა შემოუყვანთ ამ პალმებს ბევრი გვაქვს ისედაც და აი უნდა ბევრი პალმა დავrkot და იქნება ულამაზესი და ამ დამსვენებას მოიზიდავთ თავისთავად. ასე რომ ოჩა. წლევანდელ სეზონზე ქართულ ბავშვებთან ერთად ანაკლიაში 200 ბელარუსი და 100 პოლონელი მოზარდი დაისვენებს. მიხეილ სააკაშვილმა დღეს პატრიოტების სასადილოშიც ისადილა. აი რეგიონები მეც კონცეფცია 5 ივნისიდან ეს ბანაკი ხდება საერთაშორისო, იმიტომ რომ ჩამოყავს ესე იგი წელს რამდენიმე ასეული ბელარუსის ბავშვი და ახალგაზრდა მოზარდი ბავშვი უკვე შეიძლება აღარ არის 15-19 წლის ახალგაზრდა, მაგრამ და პოლონელი 100 ბავშვი წყალდიდობის ხორბლები. ასე რომ საერთაშორისო ბანაკი იქნება. აქამდე ჩემ ბავშვობაში საერთაშორისო ბანაკები უცხოეთში იყო. ეხლა საქართველოში გაგვიჩნდა ძალიან მაგრად. და კიდე უნდა დავხვეწოთ, კიდე უნდა მოვამზადოთ. ეხლა ეს პირველად არის, რომ ამდენი უცხოელი ბავშვი ჩამოდის საქართველოში ახალგაზრდა დასვენება. სამსართულიან კომპლექსში უკვე ჩავიდა დამსვენებელთა პირველი ნაკადი. ახალგაზრდები ყველა რეგიონიდან შეირჩნენ. პატრიოტთა განახლებული ბანაკი 300 მოზარდზეა გათვლილი. მთელი სეზონის განმავლობაში ბანაკში სულ 3000 ბავშვი დაისვენებს. დაახლოებით 3000 ახალგაზრდა გაივლის მთელი სეზონის განმავლობაში და დაისვენებს ამ ბანაკში. ხედავთ რომ ინფრასტრუქტურა ძალიან კარგია, უკვე ძალიან კომფორტულია, ევროპის სტანდარტებს მიუახლოვდა უკვე პატრიოტთა ბანაკები. გარდა ამისა ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეცვლას ვაპირებთ და ძირითადი კუთხე გვაქვს და მიზანი გვაქვს იმის არაფორმალურ განათლებას დიდი მნიშვნელობა მივანიჭოთ და ყურადღება მივაქციოთ. ასე რომ ყველა ახალგაზრდას ვეპატიჟებს დასასვენებლად. მომწონს ზღვა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მომწონს ბანაკი, თავისი პირობები, ყველაფერი ძალიან კარგია. მომწონს ახალობა საერთოდ. განმუხურსა და ანაკლიას ახალი ხიდი დააკავშირებს, 4-თვიანი მშენებლობა დასრულებულია. ახალ ხიდზე ავტომობილით დღეს მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივ გელა ჭანტურიასთან ერთად გაიარა. მშენებლობის დაწყების იდეა ჯერ კიდევ 2005 წელს გაჩნდა, როცა ანაკლიას პრეზიდენტი სტუმრობდა. მაშინ სააკაშვილი სოფლის მკვიდრის გელა ჭანტურიას ოჯახში მივიდა და პირობა დადო, რომ ორ სოფელს ხიდი დააკავშირებდა. გელასთან ვიყავი, როდის იყო გელას? 5 წლის ვიყავით, ხო სახში. ესე გაგვიფუჭდა კატერი. და ჩვენ ანაკლიამ მეთევზეება გადმოგცეს კატერი და მოგვიყვანეს გელა დაგხვდა ზუსტად. და პირველად მე ანაკლიაში არასდროს არ ყოფილვარ, გელას ოჯახში მივედით პირველად, გელა დაგხვდა, გელა მოგვიყვა აქაურობა. მაშინ კიდე რუსები იდგენ და ტრიოგა გამოაცხადეს თავის განგაში და გახსოვთ, არ განახებთო მალეო და ეგი მართლა წარმოუდგენელი იყო რა ვიცი. ხო და მაგრამ მაშინ თქვით რომ აქ რა მაგარი ადგილი გამოვა, პირველად აღმოჩნდა ანაკლიაში. ანაკლია რა იყო, მეც არ ვიცოდი, მაგრამ 99%-მა საქართველოს არ იცის და ეხლა ნახავთ ერთ-ორ წელიწადში გელა და ეს იყო მართლა ძეგლი უნდა დაგიდგათ თქვენად. ნუ აი ეს ყველას ეკერება პირზე. ესეთი პლაჟი, ესეთი ბუნება, ესეთი გარემო აქ როგორც არის და ეხლა პატრიოტთა ბანაკი გავხსენეთ, წარმოუდგენელია. რაღაც რა ვიცი სოკოსავით აღმოჩნდა ეს ყველაფერი და იგი თქვენი დამსახურება პირველ რიგში რა ვიცი. ხალხი წარმოგიდგა რა ბატონო პრეზიდენტი. მაშინ თავად გელა ჭანტურიასაც ეს დაპირება წარმოუდგენლად მიაჩნდა. პრეზიდენტი პირველად ჩამოვიდა 6 წლის წინ, სრულიად შემთხვევით შევხვდით. მოვიპატიჟეთ, ჩვენი სტუმარი იყო. ველაპარაკეთ, მე ნაბერზე გავიარეთ, მოეწონა აქაურობა და შეგვირდა რომ ახლო მომავალში აღვევდა ამ კუთხეს. მაშინ სიმართლე გითხრათ, ცოტა წარმოუდგენელი კი იყო, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველაფერი კეთდება და ღვთის წყალობით
თვალზე კიდევ უკეთესობა იქნება. ახალი ხიდის სიგრძე 360 მეტრია და ევრო სტანდარტებით აშენდა. ხიდის აშენებამდე კი ადგილობრივები განმუხურიდან ანაკლიაში 22 კილომეტრიანი შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ. ახალი ხიდის მეშვეობით კი მოსახლეობა ერთი სოფლიდან მეორეში რამოდენიმე წუთში მოხვდება. ახლად აშენებულ ხიდს ბელგიური ლამპიონები გაანათებენ. მშენებლობაზე ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებულები. ეს არის ერთადერთი ხიდი საბოლოო ჯამში, რომელიც დღეიდან დააკავშირებს ანაკლიას განმუხურთან და სამწუხაროდ ჰქონდა დაზიანებული ხიდი და დღეს შემდეგ ეს პრობლემა მოხსნილია. ჩვენ მოვახერხეთ და საკმაოდ თანამედროვე ხიდი ავაშენეთ, ისეთ როგორც რეგიონს შეეფერება. მინდა გითხრათ, რომ დამონტაჟებულია წინა წელს შექმნილი განათებები ბელგიაში, რაც დარწმუნებული ვარ ულამაზეს ხიდის ინტერიერს შეგვიქმნის. ძალიან ყველას მოგწონს. ეს კიდე ჩვენ შორის ძალიან მოულოდნელი იყო. განმოხურიდან ანაკლია შეერთად ძალიან ყვაყოფილი ვართ, ვინც ეს ითავა და იმას ღმერთმა მომართოს ყველაფერი კარგი მაგათმოყოფილი იყოს. მუშაობით კი ყვაყოფილი ვართ კი. განმხური ანაკლიის დამაკავშირებელი ხიდი რეგიონში პირველი არ არის. ბოლო წლებში სამეგრელოში 5 ახალი ხიდი აშენდა, 15 კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.